უწყო? საიწყო. მოგესალმებით. მოგესალმებით, მე ვარ ეზი ჭკუასელი ეროვნული ოსტატი ჭადრაკში, ეს კი ჩემი შვილი თაია ჭკუასელი. გამარჯობა. თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაალაიქეთ ეს ვიდეო. დაუჯერეთ თაიას. კი ბატონო, ესე იგი. ეხლა ჩვენ მე ვითამაში პარტია, ხო ჩვენ გავარჩევთ თქვენთან ერთად ამ პარტიას. კი, და ვეთამაშეთ სხვათა შორის ძალიან ძლიერ. და გაჩვენებთ ჩვენ ეხლა რა შეცდომები დავუშვა იმან, რა შეცდომები დავუშვით ჩვენ. კი ბატონო, და ჩვენთან ერთად თქვენც ისწავლით და გეტყვით თან ვის ეთამაშა. თაია ეთამაშა ერთ-ერთ ცნობილ სტრიმერს, იუთუბერს Gotham Chess, რომელსაც 2500 აქვს რეიტინგი და ნახოთ რა მოხდა. ძალიან ძლიერი 2500 აქვს რეიტინგი, ჩემზე მეტი აქვს. და 500 რაღაცა მაქვს. და დიდოსტატური ენჩვილი ითამაშა, მე მგონი, ნახოთ აბა დაელოდეთ რა მოხდა ბოლომდე. ესე იგი, დავიწყოთ. აქ ითამაშა თაია მე-4, აქ ვიცით ჩვენ მე-4-ს რატო თამაშობთ, იმიტომ რომ დაფის ცენტრი დავიკავოთ. იმან ითამაშა C6. ეს საინტერესო სვლებია, მოკლედ, ესე თუ გააკეთა. კი ბატონო, საინტერესოები. აი ეს ცენტრისთვის შეგვიშალა ბრძოლაში. იცი რა ქვია საერთოდ ამ დებიუტს? ამ დებიუტს ეს დებიუტი არის სიცილიური. აი ორი თრობოდია. შენ ჯერ არ გისწავლი, ეს არის კაროკანის დაცვა. კაროკანი. კარო და კანი თამაშობდნენ ამას ადრე. ამას ეწოდება კაროკანის დაცვა. კი ბატონო, შენ მოხვედი D4, ორივე პაიკით ცენტრი დაიკავე. ის მოვიდა D5. კი ბატონო, მხედარი გამოიყვანე, მოგიკლა, მოუკალე. და კუთი მოვიდა და გემუქრა აქ. აი აქ არის კაროკანის დებიუტში, მე რო ვისწავლით, მხედარი G3 არის აქ. საუკეთესო გაგრძელება. შემდეგ მხედარი G3-ის მერე კუ გაიწევა აქ, მერე H4-ს მიდიხარ, მხედარი F3, H5 და კუსვლი და ასე შემდეგ რა. ნუ ჯერ აი ეს ვარიანტები არის, შენ და არა უშავს. შოტლანდიური და რუსული და ეგეთები ვიცი. კი ბატონო. აქ კუ რატო გამოხვედი? რომ დამეცვა ეს ხედარი. დაგესვა მხედარი, შვენიერი. მოგიკლა? მოუკალი. კი ბატონო. საუკეთესო. ხედარი მოვიდა, რას დაგვემუქრა? კუს. კი ბატონო, კუ მოხვედი აქ, ხო? დაიცავ. საუკეთესოა. საუკეთესო, ხო, ეს უბრალოდ ვარსკვლავის სანახებს. კი ბატონო, მხედარი. ვარსკვლავი არის, ანუ მაგარისლა, წვანეს თუ ანახებს. ძალიან კაი. ესეც კაი. E5-ო. კი ბატონო. გააკეთე როქი. მოვიდა Q7. მაგარია. ანუ კარგ სულებს თამაშობს, ესე იგი ძლიერია ეს. მხედარი G3. ეს მხედარი რატო მოხვედი? აი რას გემუქრებოდა, რამეს გემუქრებოდა ის და დაიცავი თუ მხედარი აი რატო გადმოიყვანე აქ. რა კარგად ყოლოდა ეს ხედარი რა. ანუ სად გინდოდა, რომელ უჯრაზე შეგინდოდა ეს მხედარი აქ, კარგად რატო დგას? სად შეუულია რა საკონტროლებს? ამ ხას. აი ამას ხო, ამ უჯრას. და თან ეს პაიკიც ვეღარ ჩამოვიდოდა. ალბათ პაიკი. კი ბატონო, როქი. ეხლა თუ გახსოვს რა ითამაში აბა. კუ გახვედი, მოიცა. თქვი ხოლმე რა ეს. Q5. ესე გახსოვს შენი პარტია, ოჯახ. Q5. მოგიკლა, ეხლა რა ითამაშე? მოზერთ მოკალი. კი ბატონო, მოვიდა კუ. აბა აქ საწახვედი ლაზიერი. თქვი ეხლა, იქ არ. აი. ლაზიერი C3. ლაზიერი C3 ითამაში. კი ბატონო, სწორი ხარ. აბა აქ რა ითამაში, ესეც თუ გახსოვს? ესეც მახსოვს. მოიცა. თქვი ხოლმე. აი. Q3. კი ბატონო, თქვი, სწორი ხარ. Q3. მაგრამ თლათ საუკეთესო სულა არ არისო, ხო? საინტერესოა ესეც. საინტერესოა, ესე წერს? კი ბატონო, საინტერესო სულა არის. მოგიკლა, ლაზიერით მოუკალი. ეტლი აქ. ეხლა ლაზიერი უნდა წავიდეთ. საერთოდ აი ლაზიერს რო გვემუქრებიან, ჩვენ უნდა ავარჩიოთ ისეთი უჯრა, რომ აი ტვინი არ შეგვიჭამონ და სულ არ დაგვემუქრო. ხო, აი აქ იყო ეს სულა ძალიან კაის. ეს ითამაშე? ხო. რა, აი ეს ითამაშე შენ. ცოტა მაღლა. კი ბატონო, ანუ ისეთი ლაზიერი ისეთად ულესულა წავიყვანოთ, რომ ვერ დაგვემუქრონ ბევრჯერ.
და უსაფრთხო უჯრა ავარჩიოთ ხოლმე ოღონდ ლაზიერის. ლაზიეს ვერაფერი ვერ დაიმკვირვოს. ხო, რომ კარგად იდგეს, თან გამოყვანილი ყავდეს და ეხა აი აქ არ შევიყვანოთ ხოლმე, რომ არაფერი არ ხო, დაემ. და ეგრე შამაც ჩაგუსვამ კი, ძალიან ბატონო. ცუცლა ეგსაში. კი ბატონო, მოვიდა აქ, გაუცვალეთ და აი აქ ითამაშა ივან ძალიან მაგარი სვლა, რომელმაც უპირატესობა მოაპოვებინა ცოტა. ნახეთ, უყურეთ, აი აქ ეს კი არ მოკლა. არამედ ჯერ მხედარი F3 ქიში გვითხრა. ხო? იცი რატო? იცი რატო გვითხრა ეს მხედარი F3? იმიტომ რომ აი პაიკები, ნახე პაიკი რომ მოუკალი. ნახე რა ცუდი პაიკები მიიღე ამ პაიკებს. აბა თუ გახსოვს როგორი პაიკები ეწოდება. აბა გახსნილი მეფე არის ეს. მაგრამ პაიკები როგორია? აბა ერთ ხაზზე რო დგას ორი პაიკი. როგორი პაიკები ქვია მაგას? გაორებული პაიკები. ანუ ეს არის გაორებული პაიკი და გაორებული პაიკი არ არის ხო კარგი? კი ბატონო. აბა რა ითამაშა იმან მოკლა? შენ ხო არ გახსოვს რა ითამაშე? მახსოვს ბატონი. აბა გისმენ? არა, ეტლი ითამაშე. ეტლი სად? ერთზე. ეტლი და ერთზე. კი ბატონო. იმან არ გაგიცვალა მხედარი. ეს პაიკი რატო ითამაშე? რაღაც საინტერესო სვლაა და. აბა რატო ითამაშე? შემთხვევით ითამაშე თუ? ესე იმიტომ ვითამაშე, რომ მე მხედარი აქ მოვიდოდა და ორი პაიკს დაგვემუქრებოდა. ოჩახში. კი ბატონო. C3. მხედარი გადმოვიდა აქ. მეორე ეტლით ჩართე თამაში. კი ბატონო. ეს კაისლებია. კაისლები გითამაშია? კი ბატონო. ეს მხედარიო არ არისო კარგი სლო. შენ საინტერესოა. ეს კითხვა, ნახე, კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი რო წერია, ეგ არის საინტერესო სვლა, ანუ რომ შეგილია რომ ითამაშო, მაგრამ კითხვის ნიშანი არის ცუდი სვლა. ნახე რატო მაგარი სვლა ითამაშა იმ მხედარი D3, რას დაგემუქრა? და პაიქს. ამიტომ ითამაშე, ხო? პაიქიც რო დაგეცვა. შვენიერი, კიდე მუქარა შეგიქმნა. ნახე, მოვიდა აქ, ეხა კიდე იმას გემუქრება. აი ნახე, სულ გვემუქრება, ნახეთ, აქ ეს დაგვემუქრა, წინაზე აქ რო იდგა, ამას დაგვემუქრა. ანუ სულ ქმნის მუქარებს, ხო? ესე იგი, აი ძლიერად რო ვითამაშოთ ჩვენ ჭადრაკი, ხო? და ვისიამოვნოთ. თქვენს გირჩევთ, რომ ძალიან ბევრი მუქარები შექმნათ. თაია, ეგრე არ ჯობია? ანუ ნახე, იმდენი მუქარები, ბევრ მუქარებს რო შექმნი, შემდეგ რაღაცას ვეღარ დაინახავს მეტოქე. და მოუგებ. ეგე, ანუ რაც შეიძლება მეტი მუქარები შექმნეს. ტვინი უნდა შეუჭამოთ, კი ბატონო. აი, როგორც იმან შეგვიჭამა ტვინი და აქ ნახე მოგვიგო პაიკი. სხვათა შორის აი ეს სულა ძალიან მომეწონა რა. აქ ხა ბევრი ბავშვი და დიდიც. აი აქ დაიცავდა ამ პაიკს, მაგრამ ეს პაიკი რო დავიცვათ, ეტლი მოვა აქ ამ პაიკსაც დავკარგავთ და მე საბოლოო ჯამში იმ პაიკსაც დავკარგავთ, იმიტომ რომ ძალიან დაცვაზე პასიურად რო თამაშობთ, აი ძალიან პასიურად. ეგრე არ მიყვარს მე ჭადრაკის თამაში, ან ფაქტიურად მეტოქე თამაშობს და შენ არაფერს არ აკეთებ, ხო? გახარ, მაგას ჯობია, სწორია. ესე ეტლი შეხვიდე და შენ შეუტიო, შენ შეუქმნა მუქარები და ითამაშო. ამანაც ცუდი სვლა გააკეთა, ხო? იმიტომ რომ აი ეს შესაძლებლობა არ უნდა მოეცა შენთვის. კიდე საუკეთესო სვლა გავაკეთე. კი ბატონო, ესე მოკალი დაგემუქრა პაიქს. წამოხვედი კიდე დაგემუქრა, წამოხვედი. კი, აი მხედარი. ეხა მეფე ჩავედით აქ. კი ბატონო, კიდე დაგემუქრა. არც საინტერესო ხო? რატო მოხვედი შენ ეს? რა გინდოდა? ეს პაიკი მოგიკლა. ეს პაიკი რომ მოგიკლა, მაგრამ არ მოგწეს საშუალება. ეს პაიკი მოგალი მაშინ. ოიჩა. ჩამოვიდა აქ. საერთოდ აი ნახე, შენ ეხა ეტლიკი აქედან დაუდრიქი, მაგრამ მე გასწავლი ეხა ერთ რაღაცას. ნახე, ეტლი, აი გვერდით კი არ დაუდგე ხოლმე. ეტლი ეცადე რომ ზურგიდან დაუდგე. ეტლი ზურგიდან არის ბევრად ძლიერი. იმიტომ რომ ნახე, ანუ ესე რომ ემუქრება, ეტლი ვერც გადის. და ვერაფერს ვერ შვება ეხა ნახე, ვერც აქეთ გავა, იმიტომ რომ მოუკლავთ. და თან შენ საშუალება გაქვს რომ რაღაცები აქეთ-იქით ითამაშო. ამიტომ აქედან დადგომას ჯობია ხოლმე რომ ეტლი დაუდგეთ ზურგიდან. ქიში, ეს კი ბატონო. აი ესე, ნახე თავიდანო ესე ჯობდა რომ გააკეთებინა. ყოჩახ, მე მოგიფიქრებია.
C3 H5 ესეც რაღაცა საინტერესო სულა იყო H5 კი ბატონო ერთი პაიკი მოუგე ხო იქნებ მეორეც მოგეგო H5-ზე კი ბატონო და აქ ამ ხაზზე დადექი ხო C ხაზზე რატო ანუ ეტლი რო გასულიყო შენ მოუკლავდი პაიკს ხო ჩახ კარგი ესე აი ეს არისო ცუდი სვლაო და აი აქ შეგეძლო შენ ყაიმი გაგეკეთებინა მე მგონი რაღაცა შანსები იყო ყაიმის გაკეთების აი აქ ნახე მე ფერო ხო ორწამ ანუ მე აქ სამი სვლა მოგწოდი ამას ორი იბად ნახე აი აქ შენ რა ითამაშე გახსოვს კი მოუკალი პაიკი და ეგ იყო ცუდი სვლა რატო იყო ცუდი სვლა მოდი ვნახოთ ეტლით ქიში გითხრა და გაგიცოცხლა ლაზიერი და უკვე მიიღე წაგებული პარტია ოქ აქ რა შეიძლებოდა ნახე ხო მე მგონი ნახე მამა ნახე აქ რა უნდა გვეთამაშა ეხა ეს ხო ითამაშე და წააგე აქ უკვე ხო წაგებული ქონდა აქ ჩვენ შეგვეძლო ცოფიანი ეტლის მიღება იცი რა არის ცოფიანი ეტლი ესეთი ცოფიანი რო არის და რო ვერ ეკარება მეფე ნახე აბა უყურე დაფასე ხა ყურადღებით ქიში წამოვიდა აქ ქიში და რომ მოგვიკლას რა ხდება რა გამოვა რა ეწოდება ამ ყაიმს პატი გამოვა ეს რა მაგარი აი ხა ძნელი მოსაფიქრებელი იყო მაგრამ ძალიან ლამაზი იქნებოდა ესე რომ გამოსულიყო ნახე სულ ქიშები და მეფე ვერ კლავს ეტლს რადგან გამოდის ყაიმი აი ეს ამ შეცდომის გამოყენების საშუალება გქონდა და ძალიან ლამაზი გავაკეთე ხო ძალიან ლამაზი იქნებოდა კი ბატონო მაგრამ ცოტა იჩქარე აქვს მაგრამ ნუ მართლა ძალიან ძნელი მოსაფიქრებელი იყო ეგ არა უშავს ყველაფერი წინ გაქვს ხო და ნელ-ნელა ყველაფერს ვისწავლე აი აქ ესე იგი მოუკალი ეს ლაზიერი და ძალიან გულდასაწყვეტია რომ ეს ლაზიერი მოუკალი და ესეთი ძალიან მაგარი კიდე ერთხელ ნახოთ რომ ესეთი ლამაზად კეთდებოდა ყაიმი და ცოფიანი ეტლი მაგრამ ნუ ძალიან ძნელი დასანახი იყო მოგვიკლეს და უკვე აქ მივიღეთ წაგებული პოზიცია ვეცადეთ რომ გავეკეთებინა პატი აქ მოგვიკლეს ეტლი მოგვაკვლევინეს და ლაზიერი რო გააცოცხლეს შავები აკეთებენ აქ ორ სვლაში შამათს რომელიც გოთემჩესმა გაუკეთა თაიას ძალიან მაგარი ბრძოლა იყო ყოჩახთაი ძალიან მაგარი ბრძოლა იყო აბა თუ შეძლებთ და თუ მიხვდებით როგორ გაუკეთეს შავებმა ორ სვლაში შამათი აქ თაიას პირველ სვლა ვთხრათ არ უთხრათ პირველი სვლა თვითონ გამოიცნო კომენტარებში დაგვიწეროთ ლაიქეთ ჩვენი ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში